ყოველთვის არაბებს არ ეძახოდნენ სხვა ხალხი. მუჰამედს მოუკვდა და 7 წლის ასაკში დაუბრუნდა. არც მამა ყავს, არც დედა ყავს. გამოირჩეოდა თავის პატიოსნებით. ალამინს ეძახოდნენ, ანუ სამდოს. ერთ-ერთი სასაული, თავარი მოვლენა ისლამის დაფუძნებაში ეს არის 40 წლის ასაკში. ჰირას კლდის გამოქვაბულში მას გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი, ან ჯიბრაილი არაბულად. ყურანის ავტორი არ აქვს, უпроსოდ ყურანის ავტორი, ადამიანი არ არის, ყურანის ავტორი არის ალლაჰ, ღმერთი, ერთი ღმერთი. პირველი მუსლიმი თუ ვინმე იკითხავს, ვინ იყო ეს აქალია. და დიდ წინააღმდეგობას წააწყდა მექელებისგან. რას ამბობს მუჰამედი, რომ დაანებეთ ამ კერპებს თავი რა, ერთი ღმერთია შეეშვით ამას რა. მოიკვეთეს მუჰამედი. კლანმა მოიკვეთა. ეს იყო გრანდიოზული კრახი. საბოლოო ჯამში ომამდე მივიდა.